პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით მომღერალი ხატია წერეთელი იგივე ირმა კურტანიძე დააკავეს. სპეცოპერაცია დღეს თბილისსა და ზუგდიდში ერთდროულად ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავა. დაიხურა ჯამში 12 ობიექტი. თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს მეორედ უჩილა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სპეციალური საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მის პოსტს შეისწავლის. წულუკიანი ჟურნალის მამამისის მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიერ სიკვდილმისჯილთა სიის გამოქვეყნებას ედავება და ცილისწამებისთვის უჭირს. ლიეტუვა გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნგრეთის გარეშე დაიწყოს. ამის შესახებ ვილნიუსის წერილში წერია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს გაეგზავნა. უკრაინულმა დრონებმა, რომლებიც რუსებმა გასანეიტრალებლად ჩამოაგდეს, დონის როსტოვში მინიმუმ 7 მრავალბინიანი კორპუსი დააზიანა. არსებული ინფორმაციით მსხვერპლი არ არის.